თავისთავად ეს არ იყო მხოლოდ აიათოლას განეიტრალება, 7 თუ არ ვცდები ძალიან მაღალი თანამდებობის პირი იქნა მასთან ერთად ლიკვიდირებული. როგორც ახლა ნელა-ნელა გამოდის მედიაში ინფორმაცია, ეს იყო დაგეგმილი შეხვედრა, იყო დაგეგმილი შაბათს, რომელიც იყო ირანის უმაღლესი პირების შეხვედრა აიათოლასთან საკუთარ რეზიდენციაში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა გადაიდო, უпростоრად გადაიწია შეხვედრა დილისთვის. ანუ საღამოს უნდა მოხდარიყო შაბათ შეხვედრა, გადაიწია დილისთვის და ის ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ისრაელის, ასევე შეერთებული შტატების, რამდენიმე საათით ადრე გადაიწია სამხედრო ოპერაციამ და თვითონ ეს მექანიკაზე რომ ვისაუბროთ უშუალოდ ოპერაციის, ნამდვილად უპრეცედენტოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მასშტაბის ოპერაცია გაიმართა, არამედ იმიტომაც, რომ რეალურ დროში ხდებოდა გეგმის შეცვლა, სხვადასხვა ასპექტების კოორდინაცია. ამ ეტაპზე რაც ვიცით არის ის, რომ იყო დაახლოებით 200 თვითმფრინავი ჩართული ოპერაციაში, როგორც ისრაელის, ასევე შეერთებული შტატების, იყო დაახლოებით 500 სამიზნე, პირველი ტალღის დროს იქნა ჩამოგდებული დაახლოებით 1200 რაკეტა, თუ გაშვებული 1200 რაკეტა და დაახლოებით 20 რაკეტა იქნა გაშვებული თვითონ ხამენეის რეზიდენციაზე. ასე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის დროს დაიღუპნა როგორც მისი ქალიშვილი სიძე, ასევე შვილიშვილი და მასთან ერთად, როგორც ადრე ვთქვი, რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე იყო იქ ბირთვული პროგრამის მიმდინარე ხელმძღვანელი და ასევე ყოფილი ხელმძღვანელი, ასე რომ თვითონ უშუალოდ მექანიკას რაც შეეხება ოპერაციის, თავისთავად უპრეცედენტო ძალის უდიდესი დემონსტრირება იყო ეს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდოდ ხამენეის ეს რეზიდენცია მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცული რეზიდენცია არის და იყო, უпростоრად იყო. და აი ამის სიღრმეში შეაღწიეს საკმარისად ღრმად შეაღწიეს შეერთებული შტატებისა და ისრაელის თვითმფრინავებმა იმისთვის, რომ იერიში მიეტანათ კონკრეტულ ტერიტორიაზე. გამძლეობა მოვლენები ეს უკვე სხვა თემაა, რამდენად წარმატებული იქნება ოპერაციის დასასრული, ასე რომ ვთქვათ, თუ შედეგები რამდენად დადგება ისეთი, როგორიც სურდათ, ვთქვათ, შეერთებულ შტატებს და ისრაელს და სხვა მოკავშირეებს მათაც. ირანი დღეს ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო წითელი ხაზი ხამენეის მოკლა და რომ ირანი მიიჩნევს, რომ შურისძიება მისი ვალდებულება ამ ეტაპზე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არ ვიცით, უნდა დავალოთ და ვნახოთ. რასაც უყურებთ, განსაკუთრებით საინტერესოა, მათ შორის არა მხოლოდ კოორდინირების, ასევე ტექნოლოგიების განვითარების და თანამედროვე ომის ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც და ძალიან დიდ კონტრასტში არის, მაგალითად, თავი რომ დავანებოთ შინაარს და მიზნებს, თავისი ფორმით იმასთან, რასაც ჩადეს რუსეთი უკრაინაში, ხო, რაღაც იქ მე-20 საუკუნის ომის წარმოება ხდება. დაიწერება მათ შორის და რატების დისკუსია, რაც გვეუბნება ეს თანამედროვე შესაძლებლობებზე, საინტერესოა თვითონ ამ ეს დაგეგმვის პროცესში, მათ შორის როცა დღისით მოხდა თავდასხმა და როგორც შენ თქვია, რეალურ დროში ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და შეცვლა და ასევე ვიცით, რომ მანამდე თვეების განმავლობაში მუშავდებოდა გეგმები. რა ვიცით ამ კოორდინაციაზე და იმ საშუალებებზე, რასაც ისინი იყენებენ? კოორდინაცია იყო უპრეცედენტო და ეს თვითონ როგორც ნეთანიაჰუმ, ასევე პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება, ეს არ არის არანაირი საიდუმლო. კოორდინაცია ხდებოდა არა მხოლოდ სადაზვერვო სამსახურების, რაც შესაძლოა შეიძლება უფრო მარტივი იყოს კოორდინაციის თვალსაზრისით, არამედ სამხედრო ოპერაციის დროსაც ხდებოდა ეს კოორდინაცია და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ
ირანს და ხამენეის იცავდა ძალიან ესეთი მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მათ შორის იყო და არის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები S-400-ები, რომლებიც ძალიან როგორც ნახეთ, მარტივად თუ არა, ყოველ შემთხვევაში შედეგის ახეზია ამერიკა და ისრაელის ავიაციამ შეაღწია მასში. ამ ეტაპზე არ ვიცით, არის თუ არა რაიმე სახის მსხვერპლი შეერთებული შტატების და ისრაელის მხრიდან ან ჩამოგდება მოხდა თუ არა რომელიმე თვითმფრინავის ეს დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი. და ამასთან ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთი ვიტყოდი იმას, რომ F-35-ები, რომლებიც არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიურად თვითმფრინავი, ესენიც მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში და ძალიან აშკარად და ცხადად ჩანს ის, რომ უპირატესობა ამერიკის და ისრაელის ირანის თავდაცვებთან შედარებით საჰაერო თავდაცვასთან თქვათ იქ სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით უპირატესობა ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში. პრეზიდენტმა ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ არ გააკეთოს თუ ირანი, როგორც წეგან თქვი, ირანი ამბობს, რომ გააგრძელებს თავდასხმებს როგორც ისრაელზე, ასევე შეერთებული შტატების ბაზებზე რეგიონის ქვეყნებში და სხვა ინტერესებზე ისრაელის და ამერიკის. ტრამპმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისრაელი თუ ირანი გადაწყვეტს, თუ ირანი ამას გააკეთებს, ამ მუქარას განახორციელებს, მაშინ ისინი ნახავენ ისეთ სამხედრო ძალას, რომელიც არავის არასდროს არ ასრულდეს უნახავს ამ დრომდე. ამ შეერთებული შტატები მზად არის, რომ თქვა სამხედრო ოპერაციის მეორე ტალღა დაიწყოს, ეს მას არ დაუკონკრეტებია, Truth Social-ში გამოაცხადა ეს განცხადების სახით, არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს ეს, სავარაუდოდ გამორიცხულია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ძალა, ქვეითი სამხედრო ძალა გაგზავნოს ირანში, თუმცა გუშინდელ განცხადებაში ტრამპისა ნაცვლად თქვა მან, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ერთი კვირა ან დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება ეს ავიაციო თუ საჰაერო კამპანია, რომელიც კიდევ უფრო მეტად დასუსტებას ისახავს ირანის რეჟიმისა. თქვენ ახსენეთ მათ შორის ირანის საპასუხო მუქარას ხო და მანამდე გვესმოდა. რეალურად რა რესურსი აქვთ მათ და რამდენად გადაჭარბებული შეიძლება იყოს ხოლმე ასეთ რეჟიმებზე წარმოდგენები, როცა ისინი ბოლოსკენ მიდიან, ახლა არ ვიცით ჩვენ დღეს და ხვალ დასრულდება თუ არა, მაგრამ მიდიან აქეთკენ, ასე გამოიყურება ვითარება, რა მოლოდინები არსებობს საპასუხო ზომებთან დაკავშირებით. ირანი ძალიან კარგად შეიარაღებული, მომზადებული სახელმწიფო იყო და არის მსგავსი თავდასხმებისთვის, ასე რომ მე არ გამორიცხავდი იმას, რომ შესაძლებლობები აქვთ ნამდვილად იმისა, რომ რაღაცა ზიანი ტკივილი მიაყენონ როგორც ისრაელს, ასევე ისრაელის მეგობრებს თუ მოკავშირეებს რეგიონში და ასევე შეერთებული შტატების მოკავშირეებს, უკვე ნახეთ, რომ არის აფეთქებები თქვათ რეგიონის რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში, არა მხოლოდ ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა სხვათა შორის უკვე ერთ-ერთი ბომბის თუ ერთ-ერთი რაკეტის ჩამოგდებას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ძალიან დიდი რაოდენობით ანეიტრალებს საჰაერო რაკეტებით თავდასხმას. ასე რომ გამოსარცხი ნამდვილად არ არის ის, ირანი ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა. უბრალოდ ახლა საქმე ალბათ იმას ეხება, თუ რამდენად გადაწყვეტილება რამდენად იქნება მიღებული იმაზე, რომ თქვათ ამნისტიის სანაცვლოდ მათ მაღალჩინოსნებმა ამჟამინდელი რეჟიმის გადაწყვიტონ, რომ აღარ გააგრძელონ ომი, ამას უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. ტრამპი დღესაც ეუბნებოდა ირანელ ხალხს, რომ ეს არის მათთვის საუკეთესო ფანჯარა იმისთვის, რომ შეცვალონ რეჟიმი და როგორც ჩანს, უფრო მეტად რაღაც შიგნიდან უბიძგებენ ამ რეჟიმის შეცვლას. მაგრამ ასევე ამბობს, რომ სთავაზობს ამ ამნისტიას ირანის ახლანდელი რეჟიმის მაღალჩინოსნებს იმის სანაცვლოდ, რომ მათ იარაღი
უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, მაგრამ ირანი ესე მარტივად შუშტი ძალა ნამდვილად არ არის. შიდა ჯაყის რესურსიც საინტერესო არის, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო, შემდგომში მოხდა სასტიკი მეთოდებით ჩახშობა, როგორც ვიცით, 32,000 ადამიანის მოკულა დასტურდება რეჟიმის მხრიდან მხოლოდ ამ პერიოდში, შემდგომში იყო პასიური პერიოდი და ამის შემდეგ ვნახეთ უკვე გამოსვლები ცალკეულ ქალაქებში. რამდენად შეიძლება ორგანიზდეს, მათ შორის ინფორმაცია როგორ მიეწოდება და ესეც ხომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ამ ოპერაციის და გავიგეთ ჩვენ, რომ ამერიკის ხმის მეშვეობით, ინფრასტრუქტურის მეშვეობით ხდებოდა ამ ინფორმაციის მიწოდება, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებიც იყო. მოკლედ რა რესურსი ამ ორგანიზების, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ვიცით, რომ პრაქტიკულად არ არსებული, ან ძალიან სუსტი და შაჰის ვაჟი არის გარეთ ჯერჯერობით ქვეყნის. გარეთ არის და ესეთი ერთშულოვანი მხარდაჭერა არ აქვს ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე მესმის მის მიმართ მხარდაჭერა. ინფორმაციის მიწოდება კი მიმდინარეობს ამერიკის ხმას, არც სხვათა შორის ძალიან მოკლე პაუზა ჰქონდათ სპარსულ სამსახურს და ისინი აგრძელებდნენ სპარსულ ენაზე მაუწყებლობას და ინფორმაცია შედიოდა ირანში შეერთებული შტატებისგან. რამდენად საკმარისი იქნება ამ ინფორმაციის შედინება, უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, თუმცა ირანში თვითონ შიგნით დავინახეთ ის, რომ ხალხი ნამდვილად მზად არის იმისთვის, რომ რაღაცა საკუთარ თავზე აიღოს საკუთარი ქვეყნის მომავალი და ბედი, მიუხედავად აი ამ დაბომბებისა, ნახეთ დარწმუნებული ვარ, ნანახი გაქვთ თქვენც არაერთი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელებული, სადაც ადამიანები გამოდიან და ზეიმობენ იმას, რომ ლიდერი აღარ არის თუ არის ლიკვიდირებული. არის თუ არა ქვეყნის შიგნით რესურსი, ინფორმაცია ირანიდან სამწუხაროდ არ გამოდიოდა ისე, რომ ვიცოდეთ, რამდენად რეალურია ის ოპოზიცია, პოლიტიკური ოპოზიცია, რაც შესაძლოა ბოლოდა რეჟიმს, თუმცა უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი რესურსით, რეპრესირებული ხალხი ამდენი 10 წლეულის განმავლობაში, სავარაუდოდ ირანში არიან ლიდერები, რომლებიც შეძლებენ, რომ რაღაცა პოლიტიკურად კონსოლიდაცია მოახდინონ იმ მომიტინგე თუ დემონსტრაციებში მონაწილე ძალების სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში ირანისა, რომ საბოლოო ჯამში ირანი მივიდეს იქამდე, სადამაც ვთქვათ, ტრამპმა პირველ განცხადებაში გააკეთა განცხადება, რომ იმედი აქვს, რომ ირანი იმ სახელმწიფოდ იქცევა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს, ანუ იქნება ის დემოკრატიული, სადაც ადამიანები აირჩევენ საკუთარ ხელისუფლებას და არ იქნება ეს ქვეყანა თეოკრატია. მოდი მეტი ვთქვათ, ყურის სახელმწიფოებზეც ირანმა ამ ძალის დემონსტრირების სურვილით თითქმის ყველგან გაუშვა რაკეტები და დრონები, რა იქნება მათი პოზიცია და თავად ირანს რა ამოცანა აქვს მათი დაბომბვით, ის ამბობს, რომ მისი სამიზნე ამერიკული ბაზებია ამ ქვეყნებში. ამის მიზანი რა არის ირანის, მე მიჭირს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი, არ მინახავს არაფერი ამასთან დაკავშირებით დაწერილი, თუმცა ის რომ სიგნალი გაეგზავნოს რეგიონის ქვეყნებს, რომ ირანი კვლავ რჩება სამხედრო ძალად, რომელსაც შეუძლია მათი მოსახლეობის, მათი სტრუქტურის, მათი სისტემებისთვის რაღაცა ზიანის მიყენება, ალბათ ეს არის მიზანი. ასევე შესაძლოა ამით ირანი ცდილობდეს, რომ ისევ სიძლიერე თუ სიძლიერე შეინარჩუნოს იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ამ ეტაპზე დიპლომატიაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად გაცდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მიმდინარე ოპერაცია, თუ დაბრუნდა მოლაპარაკების ჩარჩოში, რასაც ტრამპი დღესაც ელოდება და იმედი აქვს, რომ ეს მოხდება, მაშინ ირანი უფრო ძლიერ პოზიციაში იქნება, თუნდაც მეზობლებთან მოლაპარაკებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის ჯერ ისევ წარმოადგენს მათთვის რაღაცა სამხედრო საფრთხეს. ანუ რთული სათქმელია და ასევე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც ალბათ გასაგებია, რატომაც გასაგები თუ რეჟიმის მხრიდან
მოსალოდნელი იქნებოდა ასეთი რეაქცია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყავთ მხარდამჭერები ქვეყანაში, დღეს მაგალითად თეირანში ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული, ცხადია ეს გლოვა რეჟიმმა გამოაცხადა და არა ხალხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა არიან ადამიანები, რომლებიც გამოდიან და აპროტესტებენ იმას, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს ქვეყანაში. ასევე მედია არის ძალიან, სახელმწიფო მედია არის ძალიან მოქნილი და ეს პროპაგანდა ძალიან ძლავრად მუშაობს. მაგალითად გუშინ, როდესაც დაადასტურეს სახელმწიფო მედიამ, როცა დაადასტურა ხამენეის სიკვდილი, წამყვანი ძალიან ემოციური იყო და ცრემლებს ძლივს იკავებდა ამ გამოცხადების დროს, რაც რა თქმა უნდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის რაღაცა ძალა, რომელიც მხარს უჭერს ამ რეჟიმს და უნდა დავალოდოთ, იმდენად სწრაფად ვითარდება ახლა მოვლენები, რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. ხო და ქვეყნის შიგნით შესაძლოა რეჟიმი იმასაც ცდილობს, რომ საკუთარ მხარდამჭერებს ანახოს ის, რომ არ არიან ის დასუსტებული, რომ ჯერ ისევ შეუძლია თეირანს და თეოკრატიას ტკივილი კიდევ ერთხელ მიაყენოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან.